საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობს. კახეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სპეციალისტების აზრით, რა არის ამის მიზეზი და იცავენ თუ არა წესებს გურჯაანში გამოკითხული მოქალაქეები. ერთადერთი რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსისგან დღესდღეობით თავი დავიცვათ, ეს არის პირბადე. აქამდე თუ არ იყო ეს კორონავირუსი და არ ამხდებოდა. ეხლა რაღაც თავიდან გამოვიდა. მე შევსულ ვარ მაღაზიაში, გარეთ ვიკეთებ პირბადეს და თვითონ გამყიდველებიც არიან აი პირბადის გარეთ. გურჯაანის 20 საჯარო სკოლაში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნებამდე 3 დღით ადრე დისტანციური სწავლება იქნება. პრობლემა არ შეექმნებათ მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებით. დაწესების დაცვა უწევთ მედიკოსებსა და პაციენტებს. ინტერვიუ გურჯაანის ჯეოხოსპიტალსის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმ ბელა ორველაშვილთან. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფლის გზა იყო ათხილი და ათხილი, ახლა გზაგდება კაპიტალურია. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. კახეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს ვირუსი თელავში კიდევ 2 პედაგოგს დაუდგინდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტებში ზომები გამკაცრდა. სავაჭრო და თავშეყრის ადგილებს სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფები აკონტროლებენ. სპეციალისტების აზრით, რატომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და იცავენ თუ არა წესებს გურჯაანში გამოკითხული მოქალაქეები, გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დღეს თელავში კიდევ 2 პედაგოგს დაუდასტურდა. ინფიცირებულები მეფე-ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან. ერთ-ერთი მათგანი დაწყებითი კლასის პედაგოგია. საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაფერი, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. პირველი საჯარო სკოლა უკვე მეორე დღეა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. კახეთში დღეს კორონავირუსის მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში 184 COVID ინფიცირებულია. სიტუაციის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილებაში. უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში COVID-19 სტატისტიკა 1000 საჭარბებს. ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მაქსიმალურად ხშირად გვესმის მოწოდება წესების დაცვისკენ. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები ფიქრობენ, რომ ადამიანების ნაწილი მოდუნდა და რეგულაციების დაცვა ეზარება, ამიტომ სიტუაცია ყოველდღიურად რთულდება. სპეციალისტების თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია პირბადის ტარება, მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და ხშირი დეზინფექცია. არა მარტო ჩვენთან ამრად ჩვენზე განვითარებულ ძლიერ და მდიდარ ქვეყნებშია მატება კატასტროფულად ამ ინფექციის, მაგრამ ერთადერთი რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსისგან დღესდღეობით თავი დავიცვათ, ეს არის პირბადე, ეს არის ხელების დამუშავება, ხელების საპნით დაბანა, დისტანციის დაცვა. იცავთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგოდ დადგენილ წესებს. ამ კითხვით დღეს ჩვენ გურჯაანელებს მიმართეთ. საკითხთან დაკავშირებით რესპონდენტების აზრი არაერთგვაროვანია. ეხლა ჩამოვედით ტაქსიდან და რა ქვია, უნდა გავიკეთო პირბადე. ჯერჯერობით და მე სახში როცა მივალთ, მაშინ გენაცვალე ხელების დაბანა და რა ვიცი, როგორც შესაძლებელია. თუ იცავენ სხვები თქვენი დაკვირვების წესებს და სხვა დაწესებულებებში თუ გთხოვენ? ვაიმე, მე შევსულ ვარ მაღაზიაში, გარეთ ვიკეთებ პირბადეს და თვითონ გამყიდველებიც არიან აი პირბადის გარეთ. წესიც გაწერილი არის პროტოკოლით, ყველა წესი ვიცავთ. სხვები თუ იცავენ, აი თქვენი და ჩემს გარშემო ყველა იცავს, ჩემ ოჯახში და ეხლა სხვები. აი მაგრამ თქვა დაწესებულებებში, მაღაზიებში. აი ამ წუთში ბაღიდან მოვდივართ და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი პირბადით იყო და დისტანციას ვიცავთ. არ ამჯერა. გას კიდე ის მეკე. რატომ არ გჯერათ? იმიტომ არ მჯერა რომ აქამდე თუ არ იყო ეს კორონავირუსი და არ ამხდებოდა. ეხლა რაღაც თავიდან გამოვიდა. დისტანციას ვიცავთ, ხშირად ხელებს ვიბანთ. კონტაქტი ბევრთან არავისთან არ აქვს. ანუ ერიდებით საზოგადოებრივ თანამშრომლებს. ვერიდებით მასეთ რაღაც. სხვადასხვა დაწესებულებაში თუ გთხოვენ აი წესების დაცვას. კი, ყველგან ითხოვენ. ვიცავთ ხელის დაბანა, პირბადე, რა ვიცი, ყველანაირი ჰიგიენური წესი. აი სხვა დაწესებულებებში რო შედიხარ, თუ იცავენ, თუ გთხოვენ პირბადეს თქვა. კი, როგორ არა, ყველგან აქვს გთხოვენ. როგორც მოწოდება აი შედავდივარ მე. ყველა უნდა დაიცვას ეს თორე თუ გავრცელდა ეს ამბავი
ისედაც ცოტანი ვარ ქართველი. გაუფრთხილი ხალხს. სტატისტიკის ზრდის გამო მუნიციპალიტეტებში შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კონტროლი გაამკაცრეს. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით მონიტორინგი ყოველდღე მიმდინარეობს. შემდგარი არის მუნიციპალიტეტში ყველა მუნიციპალიტეტში მობილური ჯგუფები. ისინი დადიან სავაჭრო ორგანიზაციებში და სხვადასხვა ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ხდება მასობრივი ხალხის თავშეყრა და რა თქმა უნდა ატარებენ მონიტორინგს, რათა ყველამ დაიცვას მთავრობის მიერ გადაწყვეტილი სიტუაციიდან გამომდინარე ეს რეგულაციები. სპეციალისტები პირბადის ტარებას არა მარტო დახურულ სივრცეში, არამედ ქუჩაში გადაადგილების დროსაც გვირჩევენ. თუმცა დღეს ჩვენი კამერის მიერ გადაღებულ კადრებში მოქალაქეების უმრავლესობას პირბადე არ უკეთია. ასევეა შემთხვევები, როდესაც დადგენილი წესები ირღვევა სავაჭრო ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლაში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნებამდე 3 დღით ადრე 28, 29 და 30 ოქტომბერს წინა საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მერი მირველაშვილის განცხადებით, სკოლები უკვე ინფორმირებულები არიან და ონლაინ სწავლებისთვის სრული მობილიზება იქნება. სკოლებს ასევე შეძენილი აქვთ COVID-19 პრევენციისთვის საჭირო ინვენტარი. რაიონში გვაქვს 25 საჯარო სკოლა, აქედან 20 სკოლაში არის განთავსებული საარჩევნო კომისია, 2 ქალაქ და 18 სოფლის სკოლებში. განათლების მინისტრის ბატონ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, წინა საარჩევნო სამუშაოებთან დაკავშირებით მომავალი კვირის 4 შაბათ, 5 შაბათს პარასკევს 28, 29, 30 ოქტომბერს აღნიშნული სკოლები ისწავლიან დისტანციურ რეჟიმში. სკოლები ინფორმირებულები არიან უკვე, რომ თვითონაც თუ რაიმე მოსამზადებელია სამუშაოში ასრულონ და პრობლემა არ შეექმნებათ მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებით. გურჯაანის აგრარულ ბაზარში COVID-19 პრევენციის მიზნით მომხმარებელს თერმოსკრინინგი utardeba. ასევე სავალდებულოა ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება და პირბადის ტარება. შეპესე გლეხური ბაზრის მოვაჭრეები დისტანციურად განლაგებული დახლებით სარგებლობენ, როგორც აგრარული ბაზრის დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, ბაზარში დასაქმებული პერსონალიცაა და მომხმარებელიც ეპიდსიტუაციას პასუხისმგებლობით ეკიდება. პირველ რიგში კარებში შემოსასვლელში და გასასვლელში ვაკეთებ თერმოსკრინინგს. მოვაჭრეებს ყველას აქვს პირბადე და შემოსვლელსაც თითქმის უკვე ხალხი იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ თითქმის პირბადით შემოდის ხალხიც. და დისტანციაც დაცული არის, იმიტომ ბაზარს განლაგებაც ისეთი აქვს. მოვაჭრეებიც ისე არიან განლაგებული. დეზინფექციას დილით თუ არა საღამოს მაინც ვატარებ. ტელევიზორში 10 და აგე კრანი იქ არის, ხელები ვარ. აი პირბადე მიკეთია. აი კლიენტი რომ ცოტა ჩამოვიდე ხოლმე, მე კიდე მეშინიან ავიწევ ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩაგვიტარდა თერმოსკრინინგი, ყველაფერი წესრიგში არის. მომწონს ბაზარი, აქ ყველაფერი წესრიგშია და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ მე მაგალითად. კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეგულაციებს იცავენ სამედიცინო დაწესებულებებშიც. რაწესების დაცვა უწევთ მედიკოსებსა და პაციენტებს. ჟურნალისტ თამარ ჭანყოშვილის ინტერვიუ გურჯაანის ჯეოხოსპიტალსის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმ გელა ორველაშვილთან. COVID-19 პრევენციის მიზნით გურჯაანის ჯეოხოსპიტალში წესები კიდევ უფრო გაამკაცრეს. რა რეგულაციების დაცვა უწევთ მედიკოსებსა და პაციენტებს, ჩვენი სტუმარია გურჯაანის ჯეოხოსპიტალსის მთავარი ექიმი გელა ორველაშვილი. მოგესალმებით ბატონო გელა, მადლობა რომ ყოველთვის მზად ხართ ჩვენს კითხვებს უპასუხოთ. მოგესალმებით, სასიამოვნოა. ბატონო გელა, რა შეზღუდვები დაწესდა საავადმყოფოში გაზრდილია თუ არა მომართვიანობა და რა პროცედურების გავლა უწევს პაციენტს ექიმამდე მისასვლელად? ახალი და განსაკუთრებული პრაქტიკულად არაფერი არ არის, რეგულაციები დიდი ხნის დაწესებულია. მოგეხსენებათ, რომ პაციენტი, როდესაც მომართავს კლინიკას, ჩვენ გვაქვს 2 შესასვლელი, ერთი ამბულატორიული შესასვლელი და ერთი სტაციონარული შესასვლელი. პაციენტის შესასვლელშივე უტარდება თერმოსკრინინგი და რამდენიმე შეკითხვას პასუხობს. ეს არის, ქონდა თუ არა შეხება COVID ინფიცირებულთან, ხომ არ არის ჩამოსული შესაბამისი ზონიდან, ხომ არ აწუხებს ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, ხომ არ აქვს დიარეა და ასე შემდეგ და ამ კითხვების დასმის შემდეგ, თუ კი ერთ-ერთ პასუხზე მაინც არის, ერთ-ერთ შეკითხვაზე მაინც არის დადებითი პასუხი,
ის მიდის სპეციალურად იზოლირებულ ოთახში, სადაც მას დახვდება ექიმი და ექიმის გადაწყვეტილების ამებ ჩაუტარდება შესაბამისი PCR ტესტზე იქნება აღებული ნაცხი და ჩაუტარდება შესაბამისი კვლევები, რომ რაიმე გართულებას არ ქონდეს ადგილი. თუ კი ჩაითვლება, რომ პაციენტს სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, გაიგზავნება ეგრევე სტაციონარში. თუ შეუძლია მოქალაქეს საკუთარი სურვილის ამებ ჩაიტაროს PCR ტესტირება. ჩვენ საავადმყოფო არის ონლაინ კლინიკა, მაგრამ თვითონ რომ მივიდეს და მოინდომოს ჩვენთან PCR ტესტის ჩატარება და ამისთვის თუნდაც თანხა გადაიხადოს, ჩვენთან ეს სერვისი არ არის. საინტერესოა, რა შემთხვევაში ხდება, ან ვინ ახორციელებს ფოქსირებული პალატიდან პაციენტის თბილისში შესაბამის კლინიკაში გადაყვანას. თუ პაციენტს დაუდგინდა COVID ვირუსი, COVID ინფექცია, ხდება შესაბამისი შეტყობინება კატასტროფის შესაბამის ცენტრში, იქიდან მოდის მანქანა და მიყავს COVID კლინიკაში. ბატონო გელა, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა ერთ-ერთ მედდას დაუფიქსირდა კორონავირუსი და მასთან შეხებაში მყოფი თანამშრომლები ახლა იზოლაციაში არიან, როგორც ვიცით. როდის შეეძლებათ მათ, რომ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს? ისინი 8 დღის შემდეგ ჩაიტარებენ PCR ტესტირებას, თუ კიდევ უარყოფით იქნებიან, ჩვეულებრივ დაუბრუნდებიან სამსახურში და გააგრძელებენ მუშაობას. და ბოლოს მინდა გკითხოთ კიდევ ერთხელ, რომ განუმარტოთ მოსახლეობას, როდის უნდა მიმართოს ექიმს პაციენტმა დაუყოვნებლივ, რა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და რა წესები უნდა დაიცვან იმისთვის, რომ აარიდონ თავი COVID-19-ით დაინფიცირებას. მეორე შეკითხვით რომ დავიწყო, ძალიან ელემენტარული რამეა, რომელსაც ალბათ ყოველწუთს ვისმენთ ტელევიზიიდან, ნებისმიერი არხიდან და უფრო გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, წესი არის ელემენტარული. არ ჩავეხუტოთ ერთმანეთს, არ მივირთვათ საკვები ერთ და იგივე ჭურჭელიდან და საერთოდ მოვერიდოთ ერთმანეთს, დავიცვათ დისტანცია. ეს არის უმთავრესი რამ. წარმოიდგინეთ, რომ 2 კვირის მანძილზე საქართველოს ყველა მოქალაქემ დაიცვას ელემენტარული წესი. დაიცვას დისტანცია და თუ მაინც და მაინც ახლო უნდა რომ მიუახლოვდეს, გაიკეთოს ნიღაბი. სახის ნაირ ჩვეულებრივი ნიღაბი. წარმოიდგინეთ, რომ 2 კვირაში საქართველოში COVID ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება, შემდეგ გამოუთხევდება და ბოლოს მივალთ იმ უმნიშვნელო რაოდენობამდე, რომელიც შეიძლება საიდანღაც გარედან შემოვიდეს და მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვიცავთ. ნებისმიერი ტემპერატურის მომატებისას, ან რაიმე ხველისას, ან რაღაც სუნთქვის უკმარისობის, ან რაღაც მსგავსი ჩივილებისას უნდა დარეკოს 112-ზე. 112 გადაამისამართებს მის ოჯახის ექიმთან და ოჯახის ექიმი მართავს მას შემდგომში. გურჯაანში არის ონლაინ კლინიკა, კახეთის ყველა რეგიონიდან მსგავსი პაციენტები გადამისამართებიან გურჯაანის ოჯახის ექიმებთან და ისინი მართავენ, ისინი გადაწყვეტენ შემდეგ საჭიროა მისი ბინაზე დატოვება და მკურნალობა, უნდა მიმართონ ადგილზე ოჯახის ექიმს, თუ უნდა მიმართონ კლინიკას. ესეც ძალიან მარტივია, უბრალოდ მუშებაში მდება, არაფერი საპანიკო არ ხდება, ვეცადოთ რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები და რეგულაციები, რომელსაც ეპიდემიოლოგები თუ შესაბამისი სპეციალისტები ყოველდღე გვესაუბრებიან და გველაპარაკებიან. თუმცა ახლა შემოდგომაა და რესპირატორული ვირუსებით გავრცელებულია ინფექციები. როგორ უნდა გაარჩიოს პაციენტმა, რომ ის უბრალოდ გაცივდა და არ აქვს COVID-19? დამიჯერეთ, რომ თუ კი ამ რეგულაციებს დაიცავს, ის სეზონური გრიპების და ის სეზონური დაავადებებიც ძალიან ნაკლებად გავრცელდება, ნაკლებად შეხვდებათ. პაციენტი რა თქმა უნდა ვერ გაარჩევს, ის უნდა დაუკავშირდეს, როგორც მოგახსენეთ, ან ოჯახის ექიმს, ან 112-ს და ისინი დაეხმარებიან ამ ყველაფრის გარჩევაში და შემდგომ მკურნალობაში. დიდი მადლობა ბატონო გელა, მე კი შეგახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის მთავარი ექიმი გელა ორველაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ. გესურვებთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, მალე გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მოსახლეობას მოწესრიგებული ეზოები ექნება. აქ სამუშაოები უკვე დაწყებულია, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ჩუმლახში, დათუაშვილების უბანშიც. მერი სამაკაშვილის სიუჟეტი. გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ცუდი გზის, საფარისა და მტვრის გამო მოსახლეობას დიდი ხნის მანძილზე არაერთი პრობლემა ექმნებოდა. ავტომობილებს გადაადგილება უჭირდა, ბავშვებს კი ეზოში თამაში არ შეეძლოთ. ცუდი გზაც იყო, მტვერიც იყო, აი ბავშვები
შვილი მყავს 3 წლისა და ვერ ჩამოგყავს დაბლა პატარები რო აი ან ეთამაშათ ან მანქანით გაევლოთ ან რაღაცას უიქცეოდნენ. ძალიან მტვერი იყო, ცუდი გზა იყო. არ იყო ისეთი ტერიტორია, რომ ან მანქანა გაჩერებული იყო და ეხლა რა თქმა უნდა კარგია, ბავშვებიც ვერ თამაშობდნენ. ეხლა უფრო კარგია, ეს უკეთდება. სანამ ეს გზა გასწორდებოდა, წვიმარო მოვიდოდა გუბები და ხალხი ვერ დადიოდა. ეხლა გასწორდება, ასფალტი დაიგებოდა, ბავშვებიც კარგად ითამაშებენ, ხუთად იქნება ხალხი გაივლის. გზის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო ჩუმლაღში, ეგრეთ წოდებულ დათუაშვილების უბანში, სადაც მოსახლეობას დაზიანებული გზის გამო ბევრი პრობლემა ექმნებოდა. სახლებში წყალი უვარდებოდათ, გამუდმებით მტვერი აწუხებდათ, მანქანებს და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირდათ. სოფლის გზა იყო ათხრილ-დაათხრილ, ახლა გზა კეთდება კაპიტალურია. ვარსადენები კეთდება. წყლები ქონდა, მაგრამ უბრალოდ სისტემა იცვლება, ახალი შლანგები ლაგდება. თუ სანიაღურეები არ გაკეთდა, კიდევაც შემოგვივარდება წყალი და გვენესტება სახლი. წყალი არ ქონდა ნორმალურად, იამკები იყო, მანქანები ვერ დადიოდა. ეხლა კმაყოფილები ვართ, გასორდა გზა, ასფალტი დაიგება. წყალს ოკვირდებიან, რომ ხელმეორედ გამოგვიყვანენ. ძალიან ცუდი ქონდა, რასაც ქვია, ცუდი ქონდა და სულ იყო სანერვული და საჩხუპარი, იმით რომ წყალი მოდიოდა, იმას ეზოში შედიოდა. დათუაშვილების უბანში მიწის სამუშაოები დასრულდა და 625 მეტრამდე ასფალტი დაიგება. ამ უბნის გზის რეაბილიტაციის ღირებულება 440,000 ლარია. სარემონტო სამუშაოებს კი კომპანია გზამშენი 15 აწარმოებს. შეეხება ეზოების რეაბილიტაციას, მოასფალტებას, ეს იყო 2 ეტაპად გაყოფილი. პირველი ეტაპი სრულად დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპში დარჩენილი იყო ეს ერთი სამუშაოები 9 აპრილზე. ერთ ეზოდ არის მოხსენებული, მაგრამ ჯამში 4 კორპუსს მოიცავს და არის 10,000 კვადრატულზე მეტი. ეს იყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, მაგრამ კომპანიამ აიღო თავის თავზე და ასრულებს ახლა. ჩუმლაღის მერვე უბანი, ეგრეთ წოდებული დათუაშვილების უბანში, იგება 625 მეტრის ასფალტის საფარი. მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია თითქმის და სამუშაოებს ასრულებს კომპანია გზამშენი 15. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუმლაყის ეგრეთ წოდებულ მე-9 და მე-10 უბნებშიც დაიწყო. აქაც ახალი ასფალტი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის ძირითადი სამუშაოები დასრულდა. ახლა გზის მოასფალტება მიმდინარეობს, უკვე ჩამოტანილია სკამები, ატრაქციონები და პარკის მოსაწყობად თითქმის ყველა საჭირო ინვენტარი. პარკი 9 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს ამფითეატრს, სპორტულ მოედანსა და სხვა სივრცეებს. გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის სტუმრებს ბევრ სიახლეს პირდება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და პროექტზე 3,500,000 ლარი დაიხარჯა. იცით რომ პარკის რეაბილიტაცია თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. დღეს დაიგო პირველი ფენა ასფალტის. მეორე ფენა იქნება ვიზუალურად კარგი ფერი, სხვა ფერი იქნება, წითელი ფერი იქნება. შესაბამისად, ჩამოტანილია ბავშვთა სივრცეში ატრაქციები, რომელიც მალევე დამონტაჟდება და შესაბამისად ულამაზესი სერპანტინი, რასაც აგერ ხედავთ, ხვაფერილის დაგება დამთავრებულია და ცოტა ხანში მივიღებთ გურჯაანი ულამაზეს პარკს, რომელიც იქნება საუკუნოვანი. გურჯაანის პარკის და პროექტებისას აქ არის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოყენებული, რომელიც შემდგომ შევხვდებით ვიზიტორთა ცენტრში, ასევე ღინო კინოთეატრი, გადასარევი ინტეგრირებული ბავშვთა მოედანი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობ პირებისთვის არის გათვალისწინებული სველი წერტილები, რაც უკვე ცხადყოფს, რომ პარკი არის თანამედროვე პროექტით გაკეთებული სტანდარტებზე დაფუძნებული. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელიც თბილისის სტუდია მოამზადა. კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი რიცხვები და პრობლემები მართვაში. დღეიდან სარესტორნე სივრცეები მცხეთაშიც დაიხურება. საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტით დაბრუნების შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გიორგი გახარიასთან. მოგესალმებით, გიერთდებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ.
კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი რიცხვები რიგები ტესტირებისას, პაციენტების COVID მიმღებ კლინიკებში გადაყვანისას და მცირთულოების სახლში მკურნალობისას ოჯახის ექიმის ჩართვაში. მთავრობა მხარვეზების უმრავლესობას უარყოფს და ირწმუნება, რომ პროცესი მართულია. რატომ ვერ უმკლავდება ჯანდაცვის სექტორი ახალ ინფიცირებულებს მაშინ, როცა მოსაბზადებლად ხელისუფლებისვე თქმით, დაახლოებით 8 თვიანი შეკავების პერიოდი ჰქონდა. თემის დეტალებზე ანა არევაძე მუშაობდა. რიგები COVID ტესტირებისას ცხელი ხაზი და უპასუხოდ დარჩენილი პაციენტები ერთი კლინიკიდან მეორეში გადამისამართება. როგორ უმკლავდება ჯანდაცვის სექტორი COVID პაციენტების მიღებასა და ტესტირებას? გვიან დაიწყო დაცვის ნახევრიდან ველოდებით. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დილიდან რიგი იდგა COVID სიმპტომების მქონე პაციენტები ტესტირებას ელოდებოდნენ, თუმცა მათ ძირითადად სხვაგან ამისამართებდნენ. 9 საათიდან მისული მოქალაქეების ნაწილი კლინიკას უპასუხოდ გაურკვევლობაში ტოვებდა. ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც პასუხი არასდროს არავის არ აქვს და ელემენტარული არის, როდესაც 9 საათზე მოხვედით, გახარ ბავშვთან ერთად, მარტო მე არა ძალიან ბევრი დგას ხო და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ცოტა უპასუხისმგებლობა არის და არ ვიცი რა ვის უნდა უთხრა, ვის უნდა მიმართო, სავცხოვრობ, დღემდე ვერ გავიგე რამწოა. ბოლო დღეებში 112-ის გაუმართავდა დაგვიანებულ მომსახურებაზე არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს. არიან ისეთებიც, რომლებიც საათობით ელიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებს და დღეების განმავლობაში მედპერსონალს. წარმოუდგენელია, რაც ხდება 48 საათია გასული და პაციენტის მდგომარეობა არ შეუფასებიათ. რას აკეთებდნენ მთელი ეს თვეები? ერთი ლაბორატორია არ არსებობს, ვინც ესეთ დროს ბინაზე მივა. რეკავდათ 15 წუთი ან პასუხობენ. დავუშვათ და გული აწუხებს ადამიანს და დროზე სჭირდება დახმარება. რას გავს ეს? საერთოდ რას აკეთებენ ამ თვეების განმავლობაში? ბათუმში ჩემს ბიძაშვილს თვითიზოლაციის 12 დღის განმავლობაში არც ერთხელ შეხმიანებია ოჯახის ექიმი. როცა იქით დაურეკა, რა ვქნა 80 მყავს შენისთანა და ვერ დაგირეკე. რომ მომკვდარიყავი კი გავიგებდიო. სუსტად ამ სიტყვებით უპასუხა. გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო მასალაც გავრცელდა, რომელშიც მოქალაქემ წვავედ გამოხატავს სამედიცინო სისტემის მიმართ უკმაყოფილებას. ეს არის თქვენი COVID-თან ბრძოლა, ხო? მე უნდა ვიჯდე, COVID ინფიცირებულთა მე უნდა ვიჯდე, ხო? თითქმის ყველაც ხელხაზზე რეკავდა და სამედიცინო სისტემის დახმარებას ითხოვდა შოთა გუჯაბიძეც. საბოლოოდ სამ COVID ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი გუჯაბიძე თვითიზოლაციაში საკუთარი ინიციატივით გადავიდა და მე-12 დღეს ტესტით საკუთარი ხარჯებით გაიკეთა. 3 დღე რო დარჩა მე-12 დღის დასრულებას ისევ დავიკე, რომ თქვა მე-12 დღეს მოსულიყო და ჩიტარებინათ ან მე მისულიყავი არ ვიცი პროცედურად და მითხრეს რომ აქ მე-12 დღეს აღარ ჩამიტარებდნენ, იმიტომ რომ რაღაც ტესტები შეიცვალა და ვიყავდი 112 ვიღაცა გადამამისამართებდა ან რაღაც ნომერებს მომცემდნენ, იმ ნომერზე დავრეკავდი და ყოველთვის არც კი ვიცოდი ვის ველაპარაკებოდ. მინიმუმ 5 ადამიანთან ან 5 უცხებასთან მაინც ჰქონდა სატელეფონო კავშირი. ხირი იყო, მე უნდა რომ ალბათ მე მგონი შეიძლება დასაშვებია, ერთმა მითხრა რომ დღევანდელ საინფორმაციოს არ მიყურებია. არაერთი მაგალითის მიუხედავად ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზებს უარყოფენ და ვითარებას კონტროლირებაც უწოდებენ მთავრობაში. თუმცა მაინც ნაწილობრივი აღიარებით, რომ 112-40%-იანი ჩამორჩენა აქვს და ტესტირების პასუხების 10%-იანი დაგროვებაა. გიდასტურებთ, რომ ამ ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობისას ჩვენ გვაქვს 10%-იანი ნიმუშების დაგროვება. ანუ, მაგრამ არა მეტი. ოფიციალური ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით კლინიკებში დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. ამასთან დაავადებათა კონტროლი უსიმპტომო პაციენტებს თვითმკურნალობის რეკომენდაციას აძლევს. დღეიდან სარესტორნე სივრცეები 22 საათიდან მცხეთაშიც დაიხურება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. რაც მათივე თქმით, თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მცხეთაში გაზრდილმა ნაკადმა განაპირობა. ასევე განიხილეს რეგულაციების დაწესება სატრანსპორტო მიმოსვლაზეც. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს. ზომების გამკაცრება მოსაოდნელია პირბადის ტარების წესზეც. მთავრობაში ფიქრობენ, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც უნდა ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22 საათიდან
რესტორნები დაიკეტება, ანუ ისეთი რეჟიმი ამოქმედდება, როგორიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. პირბადის არ გაკეთება, ასე ვთქვათ, ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, ჯარიმა მოგეხსენებათ ამაზე დაწესებული. არ უნდა გვჭირდებოდეს თქვენ რაც ბრძანეთ, ესეთი შოლტის ეფექტით მუშაობა. დავინახავთ, რომ ეს დაგჭირდება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა. ბათუმში ქონდა შეზღუდვები, რომელიც მოუხსენით, შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას გულისხმობდა, თუ საჭიროება კიდე იქნება ამისი, რა თქმა უნდა, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება. დღეს საქართველოში კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული 1094 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19847-მდე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინის გარეშე PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლა სავარაუდოდ ხვალიდან შეძლებენ. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამის შემდეგ მოქალაქეები თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. თურნავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქის აეროპორტში PCR ტესტი არ ექნება, სახელმწიფო კვლავ შესთავაზებს სავალდებულო კარანტინის უფასო სერვისს. შეეძლებათ რომ შემოვიდნენ PCR ლაბორატორიებით ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში და ეს იქნება საკმარისი ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებაც ისაუბრა. თურნავას თქმით, ნოემბრის თვიდან ახალი მიმართულებების და რეისების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია ავიაკომპანიებთანაც, თუმცა მინისტრს ისინი არ დაუკონკრეტებია. ეტაპობრივად ხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის მთელი რიგი მიმართულება, ძირითადად ევროპული მიმართულებები, მათ შორის ისეთი მიმართულებები, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა უფრო შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის ჩარტერული, ეხლა არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები რამდენიმე მიმართულებით ეტაპობრივად უკვე აღდგა, ფრენის საფასური პანდემიამდელ ნიშნულს რამდენჯერმე აღემატება. სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, რომ თუ ფასები არ შემცირდება, ახალი ფრენების დამატებას მნიშვნელობა ეკარგება, რადგან სარგებლობას ბევრი ვერ შეძლებს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულება და სტოპკოვ ფონდის ხარჯები, შესყიდვები და საჯარო ფინანსები. ახალი პროექტის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ამ საკითხების შესწავლას გეგმავს. საჯარო ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაციამ უკვე მიმართა 122 შესაბამის უწყებას, თუმცა რამდენიმე მათგანმა მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლისა საჯარო ინფორმაცია არ გასცა. მათ შორის არის ტურიზმისა და მთავრობის ადმინისტრაციაც. IDFI-ის წარმომადგენლების თქმით, ინფორმაციის მისაღებად ისინი ადმინისტრაციულ საჩივრებსა და სასამართლოს მიმართავენ. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის პერიოდში დახარჯული თანხების პროპორციულობა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ევროკავშირის წარმომადგენლობასაც აინტერესებთ. ჩვენ და ზოგადად საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია არსებულ გამოწვევებთან მიმართებით, ხელისუფლების ეფექტურობასთან მიმართებით და ასევე დავაზღვიოთ შესაძლო გადაცდომების არაეფექტური ხარჯვის თუ კორუფციის რისკები. არა მხოლოდ ჩვენ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ მოხდეს საზოგადოებრივი მონიტორინგი COVID-ის პერიოდში, ასე ვთქვათ, ხარჯების ეფექტურად განკარგვის, არამედ ამის საჭიროებას ხედავს მათ შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ისეთი ინსტიტუტი, როგორც არის ევროკავშირი. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა COVID პანდემიის ფონზე ძირითადად ტურიზმის და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის დასაწესებელი შეღავათები იყო. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ორი ძირითადი ინიციატივა წარადგინეს. ერთი მათგანი სასტუმროებისთვის, კაფე, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიებისთვის დაგროვილ გადასახადების ჩამოჭრას, მეორე კი საშემოსავლო გადასახადის დამატებით 6 თვით გადავადებას იმ კომპანიებისთვის, სადაც ანაზღაურება 1500 ლარს არ აღემატება.
უცხოეთის სიახლეები მოკლედ. გერმანიაში მინისტრი მოქალაქეებს პანიკური შესყიდვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, როგორც Deutsche Welle წერს კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად მოქალაქეებში შესაძლო ახალი ლოკდაუნის შიშმაც იმატა, რის გამოც რიგ მაღაზიებში პროდუქტზე მოთხოვნამ უეცრად იმატა. გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ლოკდაუნის გამოცდილება მაჩვენა, რომ ეკონომიკას პანდემიის პერიოდშიც შეუძლია არსებობა, ამიტომ მომხმარებლები ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ენდონ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაზე ახალი კვლევების დაფინანსებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს COVID-19-ით განზრახ დააინფიცირებენ. Reutersის ინფორმაციით, კვლევებში 33.6 მილიონი გირვანქალ სტერლინგის ინვესტიცია იგეგმება. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მარეგულირებლებისა და ეთიკის კომიტეტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კვლევები იანვარში დაიწყება და შედეგები სავარაუდოდ 2021 წლის მაისამდე იქნება ხელმისაწვდომი. სტეპში პირველ ეტაპზე 18-დან 30 წლამდე ასაკის 90-მდე მოხალისე ჩაერთვება. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის. ამინდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა, კარგად ბრძანდებოდეთ.